მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდები ოფიციალურად იწყება. გამოცდაზე 43,000 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. მთელი საქართველოს მასშტაბით. საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება, ხოლო 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ორ დღეში იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ტრადიციულად პირველი გამოცდა 2 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება და 43,000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა წელს საერთო ეროვნულ გამოცდებზე. მე მინდა თვითოულ მათგანს წარმატება უსურვო და მინდა დავპირდეს სრული პასუხისმგებლობით, რომ მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ მათ ექნებათ თავისუფლად თავისი ცოდნის, შესაძლებლობების რეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი ცვლილება ოზურგეთის საგამოცდო ცენტრთან დაკავშირებით. გამოცდები ნომერ 2 საჯარო სკოლის ნაცვლად ნომერ 3 საჯარო სკოლაში ჩატარდება. საგამოცდო ციებ-ცხელება უკვე იგრძნობა როგორც აბიტურიენტებში, ისე მშობლებსა და მასწავლებლებში. მიმდინარე კვირიდან პროცესს პედაგოგებით შეუერთდებიან და პროფესიული გამოცდები ეტაპობრივად დაიწყება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და საპყრობილეში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TV1-ს წერილობით ინტერვიუს აძლევს და შიდა პარტიულ საკითხებს განიხილავს. სააკაშვილის განცხადებით პარტიამ თავმჯდომარედ ხაბეიშვილის შემდეგ თინა ბოკუჩავა იმ მოლოდინით აირჩია, რომ ეს ნაციონალების მიმართ მხარდაჭერას გაზრდიდა. თუმცა მისი თქმით შედეგი არ შეცვლილა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პარტია უფრო აქტიურ პოლიტიკურ პროცესში უნდა იყოს ჩართული და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ნაციონალურ მოძრაობაში რევოლუციური მუხტი შემცირდა. მან ასევე დადებითად შეაფასა ნანუკა ჟორჟოლიანის როლი საზოგადოებრივ პროცესში. პარალელურად პარტიას განახლების გეგმა წარუდგინა ანი წითლიძემ. პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ არც პარტიის მოქმედი თავმჯდომარე და არც ნანუკა ჟორჟოლიანი. ვერ დაგეთანხმებით, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არის კრიზისი, ეს არის შიდა დემოკრატიის მაღალი კლასის ჩვენება, როდესაც პარტიას ყავს ამდენი ამომრჩეველი, ამდენი პარტიის წევრი და როდესაც ლოგიკურია გაზდის ვადა მოქმედ თავმჯდომარეს, ხდება ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ნებისმიერი განცხადება, რასაც ეს აგენტურა აკეთებს, არის რა თქმა უნდა არათანმიმდევრული და თვითონვე ადანაშაულებენ თავიანთ ლიდერს არათანმიმდევრულობაში. აღმოჩნდა, რომ თურმე ხაბეიშვილი გადააყენეს არა იმიტომ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, არამედ იყო რაღაცა ესეთი მათივე სიტყვებით, რომ თქვათ არასვეც კი მართველი და შესაბამისად სხვა ესე თქვათ ეგრეთ წოდებული სვეც კი მართველი მოიყვანეს და ბევრი კიდევ ესეთი ფაქტი შეგვიძლია მოიყვანოს. დღეს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მოსამართლემ სამართალ დარღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. პოლიტიკოსმა საჯარო სივრცეში მოქალაქე თემურ ჭანტურიძე შეურაცხყოფა მიაყენა. პარალელურად განიხილეს გიორგი შიოშვილის საქმე. ის დაჯარიმდა 2000 ლარით. მას უწყება თია წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სასამართლომ დღეს განიხილა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ოქმი და მტკიცებულებები, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოვიპოვეთ. დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა და მის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კი სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 სასამართლო პროცესი გაიმართა. დაბა ლაითურელი თენგიზ ბუტკარაძე სასამართლომ ვასილ მაღლაფერიძის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხყოფელი კომენტარისთვის 1500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სპორტსმენ მერაბ დვალიშვილის მიმართ მიწერილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ანრი გოგელიას სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად არასრულწლოვანების ტრაფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დაკავებულების შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცავების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღება
მიღების მიზნით ტრაფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ზალადობის გამოყენებით ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიებზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ. სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვის ცენტრში არიან გადაყვანილები და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 სეკუნდა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ფოიეში სამხატვრო სტუდია პარტერმა ტრადიციული წლის შემაჯამებელი გამოფენა გამართა. თეატრალური სივრცე გუშინ პატარების ნამუშევრებმა დაიკავეს და მნახველი საინტერესო კომპოზიციებით დაატკბეს. სამხატვრო სტუდია პარტერის მოსწავლეებმა საზაფხულო წლის შემაჯამებელი გამოფენა გამართეს და თავიანთი ნამუშევრების დასათვალიერებლად რიგითი ოზურგეთელები, ხელოვანები, ოჯახის წევრები მიიწვიეს. ზია მასწავლებლის მოსწავლეებმა ამჯერად 4 თემატიკის ნამუშევარი წარმოადგინეს. საგამოფენო სივრცე კი მეტყველი ფერებით აავსეს. ნატურმორტი პეიზაჟი, ზღაპრის სუპერგმირი და თავისუფალი თემა იყო წარმოდგენილი მოლბერტებზე. პატარა მხატვრები კი თავიანთ ნაფიქრსა და განწყობებს გვიზიარებდნენ. მე დღეს წარმოვადგინე 4 ნახატი ჩემი ნახატებიდან. პირველი იმას დავიწყებ, რომ ხატვა ჩემთვის ასოცირდება სიმშვიდესთან და ძალიან მომწონს, როცა მზია მასწავლებელი გვეხმარება ხატვაზე და იმ ნახატებს ხატავს, რომელიც ჩვენ გვინდა და თავისუფალ თემებს. აქ მე წარმოვადგინე ეს ოფოფი ჩვენ სახლში მოვიდა და ზუსტად ასე ჭიშკარზე დაჯდა და მომინდა რომ დამეხატა. ეს თავისუფალი თემა იყო და პარიზის ერთ-ერთი ქალაქი დავხატე. ამ დღეს ვხატავდით სუპერგმირებს, მულტფილმის სუპერგმირებს და მე დავხატე ფიფქია და სამი ჯუჯიდან ერთი ჯუჯა. მე ძალიან მომწონს ხატვა, ვაპირებ რომ გავაგრძელო და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მზია მასწავლებელს. მე ვსწავლობ ამ სტუდიაში ხატვას. აქ დავხატე მე ჩემი სახლი, სადაც არის ჩემი სახლი და ჩემი ცხოველი ძაღლი. და ჩემს სახლს არ აქვს ესე სახურავი, მაგრამ ის შეუცვალე ლამაზი ფერით. ძალიან მომწონს ხატვა. მაგის ხატვა ჩემთვის ნიშნავს ძალიან ბევრს. ხატვით ვერთობი და ძალიან ხალისები. აქ მოხატული ერთი ნახატი დანარჩენები ჩემი დავხატე და ყველანაირად რომ კარგად გამომივიდეს. ხატვა არის თამაში და განწყობა. საინტერესო. და რა წარმოგვიდგინე, რა არის, რა ნახატები გაქვს წარმოდგენილი? მაქვს ნახატები, ერთი პერსონაჟები და მეორე ნატურმორტები. არის ტბა, რაც თევზები დაცურავენ და ადამიანები ხან აქ თევზაობენ. ეკლესია, თეატრი, ხუნჯი, ყვავილი და აქ მუხებია, ყვავილებია და აქ მდინარეა. ეს არის ნატურმორტი. ეს არის პეიზაჟი. და ეს არის გრიჩის ნახატი. მე ხატვა მაბედნიერებს. მართლა? ეს სიხარულით მოდიხარ ხოლმე? დიახ. გაგრძელო? კი. ეს არის ჩემი განახატი ნატურმორტი. როცა ვხატავ ბედნიერი ვარ სულ. ესა დოქი და ნატურმორტი. ესეც ნატურმორტია. ეს ყვავილის ქოთანია. ეს ჩემი სახლია. ეს არის ჩემი მამიდაშვილის პატარა იხვის ჭუკი. ეს არის ნატურმორტი. ეს არის ზოოპარკი. და ეს არის პეიზაჟი. ეს თუთიყოში არის
ცხოველების გადაცალი და ეს მაგალითად ზღვისპირა სახლი. დღით ყველაზე კმაყოფილი და ბედნიერი ბავშვებთან ერთად ზია მასწავლებელი ჩანდა, რომელსაც ესტაფე და მეუღლემ გადასცა. დღეს გვაქვს გამოფენა წლის შეჯამება. მთელი წლის განმავლობაში დაგროვებული ნამუშევრები და ამოირჩა რამოდენიმე განსაკუთრებული ნამუშევარი და გამოვიტანეთ მშობლებისთვის, ირგვლივ მეგობრებისთვის. თემებში შეზღუდულები არ ყოფილა როგორც თემებში შეზღუდულები არ ყოფილა, ჩვენთან არის თავისუფალი მხატვრობა, თვითონ როგორც სურთ, თავიანთი ემოციები გადმოაქვთ ფურცელზე. ეს არის ბავშვების ურთიერთობა ხელოვნებასთან და მას შემოქმედებით ხელოვნების განვითარებასთან. გამოფენით და ნამუშევრებით დამთვალიერებლები ახრთოვანებული ჩანდნენ და შეფასებებით შესაბამისი იყო. სიამოვნებით დავესწარი და მოვინახულე სტუდია პარტერის პატარა ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრები და ეს მშვენიერი გამოფენა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქალაქში რომ არსებობს ესეთი სტუდია არის ძალიან მნიშვნელოვანი, სანამ ბავშვი მოხვდება სამხატვრო სკოლაში, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ბავშვის ფანტაზიის, ბავშვის მიდგომების და მის მიერ დანახული სამყაროს ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, განვითარება ხდება აქა. და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მიხეილს და მზიას და ყველა პატარას და მათ მშობლებს, რომ მოჰყავთ აქ ბავშვები და ესეთ არაჩვეულებრივ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებენ მათ. ამ გამოფენით ბავშვები სექტემბრამდე დაემშვიდობენ ფუნჯებს, საყვარელ სივრცესა და ზია მასწავლებელს. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებულმა თეატრალურმა სტუდია პეპილოტამ თათული მგელაძის ხელმძღვანელობით მაყურებელს ოტია იოსელიანის სცენარით შექმნილი ზღაპარი გერი და დედი ნაცვალი წარუდგინეს. რომ დაიბადა თურმე სიხარულიც ასეწია. ქალიშვილი გაგვიჩნდა და მზისა დაარქვეს. თეატრალური სტუდია პეპილოტას პატარა მსახიობებმა და მათმა ხელმძღვანელმა თათული მგელაძემ როგორც ყოველთვის წელსაც საინტერესო და ზღაპრისთვის უცნაური წარმოდგენა გერი და დედი ნაცვალი გვიჩვენეს. ოტია იოსელიანის ამ უცნაური ზღაპრით, რომელიც ხელნაწერით თავად ავტორმა გადასცა წლების წინ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს და მის ხელმძღვანელს მარინა თოფურიას, ბევრი რამ გვითხრეს პატარა თეატრალებმა. გვითხრეს ის, რომ კეთილი დედინაცვლებიც არსებობს ქვეყანაზე, რომელიც ბოროტი გერის გაკეთილშობილებას ცდილობს. ჩვენი წარმოდგენით საშიში და მატყუარა ტყის ბინადრები, მეილია მგელი, დათვი და დევი, სულაც არ არიან საშიშები და მათ ადამიანებთან დიალოგი შეუძლიათ. შინაური ცხოველებიც უცნაურად კეთილ პერსონაჟებად წარმოგვიდგნენ. პრინცი და მამა დახვეწილ გონიერ რაინდებად. საერთო ჯამში კი, როგორც ყველა ზღაპარში, სიკეთემ გაიმარჯვა. გერი და დედინაცვალი პეპილოტაში თათული მგელაძის მიერ უკვე მესამედ დაიდგა. წარმოდგენის მუსიკალური გაფორმება კი ცირა დოლიძეს ეკუთვნის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სპექტაკლი დავდგით. ძალიან მომეწონა ჩემი როლის ყველასრული, საერთოდ მთლიანი სპექტაკლი მომეწონა. იმედია ხალხმა მოეწონა ეს ჩვენი სპექტაკლი და შენ თავად რა გითხარი ამ სპექტაკლით? რომ გერს დედინაცვალს არ აქვს მნიშვნელობა, ყველას უნდა უყვარდეს ისეთი ადამიანი, როგორც არის. მე ვარ მზისას გერის როლის შემსრულებელი. რეპეტიციის დროს იყო ხარვეზები, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კარგი გამოვიდა. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია. სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა ძალიან ნერვიულობდი და შემდეგ ეს ნერვიულობა სპექტაკლის დროს გაქრა. და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი სტუდიით და მინდა რომ მადლობა გადავუხადო თათული მასწავლებელს და ჩვენს თლიან სტუდიის ბავშვებს. ცოტა რაღაც მაინც უნდა გადავიღოთ ჩვენს ცხოვრებაში და მოკლედ ძაღლების რაც შეეხება არ გადავაგდოთ ქუჩაში ძაღლები თუ არ შეგვიძლია პატრონობა მაშინ არ მოვიყვანოთ. ჩვენ რამოდენიმე წლის წინ, კერძოდ 2008 წელს სტუმრად გავდა ქართველი მწერალი, ჩვენი საყვარელი ბატონი ოტია იოსელიანი და
ნანახი და მოსწავლეები და აღთოვანებული დარჩა ის ჩვენი საქმიანობით ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მუშაობით. გაეცნო ბავშვებს როგორც თეატრალური სტუდიის საკვირაო სკოლა ერქვა და ძალიან ადლიერების ნიშნად ქალბატონ მარინას თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელს და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს თავის ხელნაწერი სცენარი დაუტოვა ამ სპექტაკლის. ეს მართლაც ზღაპრად როგორც თვითონ ამბობდა, ეს იყო ზღაპრად გაუგონარი ამბავი. და სთხოვა რომ დადგასო თქვენმა ბავშვებმა ეს სპექტაკლი დადგითო და პრემიერას მე დავუსწრებ. მართლა სპექტაკლი დაიდგა, ერთხელ დაიდგა 2012 წელს. გვინდოდა ჩამოგვიყვანა ბატონი ოტეა, მოგვიწვია პრემიერაზე, მაგრამ სამწუხაროდ იყო ცოცხალი აღარ იყო. შემდეგ გავიმეორეთ 2017 წელს. და ეხლა კიდე წავოვიდა აზრი, რომ მოდი ისევ გავიხსენოთ ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ მართლაც გაუგონარი ამბავი, აქ არის რაღაცა მიასე ვიტყოდის სიყვარულის, ჰიმნი, მეგობრობის, ურთიერთობის, მართლაც ძალიან სიბრძნით გაჟღენთილი ზღაპარია. გაუგონარი, შეიძლება დღევანდელობაში მართლა გაუგონარი იყოს, მაგრამ ღმერთმა ინებოს რომ ეს დაინერგოს და ეს გაუგონარი აღარ იყოს და გადავიდეს სინამდვილეში. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალ ოზურგეთში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი 29 გრადუსამდე გათბება. ზედა მაღალი ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება ლანჩხუთშიც. რაც შეეხება ჩოხატაურს, აქაც მზედა 33 გრადუსია ნავარაუდევი. გადავინაცვლოთ გურიის კურორტებზე. ურეკში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა აქაც მაღალი 29 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება ბახმაროს, აქაც მზიანი ამინდი და +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბოლოს კი გეტყვით იმას, რომ ხვალ დედაქალაქში მზიანი ამინდი იქნება. მცხუნვარე მზე კი ტემპერატურას 32 გრადუსამდე აწევს. ეს გახლავთ ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. საინფორმაციო გამოშვების აუდიო ვერსიას რადიო გურიაზე მოისმენთ. დღეს თქვენთვის სტუდიაში ნინო ვაშალომიძე მუშაობდა. კარგად ბრძანდებოდეთ.